Სამშვიდობისა 13 ივნისის BMG TV-ზე საგნის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9 მილიარდ 790 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3%-ით მეტია. ისრაელის მიერ ირანზე დარტყმების შემდეგ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი გაზრდილია. ირანზე ისრაელის თავდასხმის დაწყება მკვეთრად გააძვირა ოქროს ღირებულებას. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ტაუ-ჯორჯიას ინფორმაციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 რეისი და ბათუმის აეროპორტში 7 რეისი გაუქმდა. BBC-ის ინფორმაციით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტი იყო, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს. იორდანიის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, იორდანიამ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ საჰაერო სივრცე დროებით დახურა. ისრაელი ირანზე თავდასხმას აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა. 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში. ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. მოკლული არის ირანის რევოლუციურ გუშაკთა კორპუსის მეთაური გენერალი ჰოსეინ სალამი. ირანულ მედიაში წერენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც მოჰამედ ბაგერი. ირანისგან მოსალოდნელი საფასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ბენ-გურიონის აეროპორტი დახურულია. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის თქმით, ოპერაცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. პარალელურად ვრცელდება სატელიტური ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ისრაელის ირანზე მიტანილი იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ნატანზის ბირთვული ლაბორატორია. ირანში ისრაელის იერიშები გრძელდება. ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ისრაელმა ახალი იერიში დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ მიიტანა. ირანზე ისრაელის სამხედრო დარტყმების პარალელურად პარასკევს დილიდან აზიის საფონდო ბირჟები და უოლ-სტრიტის ფიუჩერსები მკვეთრად დაეცა. ინვესტორები უსაფრთხო თავშესაფრების ძიებაში ოქროს და შვეიცარიულ ფრანკს ყიდულობენ. ამერიკული S&P 500-ის ინდექსის ფიუჩერსები 1.7%-ით, ნასდაკის 1.8%-ით და პანევროპული სტოქს 50-ის 1.6%-ით შემცირდა. იაპონიის ნიკეი 1.3%-ით, სამხრეთ კორეული კოსპი კი 1.1%-ით არის შემცირებული. ჰონკონგის ჰანგ სენგი 8%-ით კლებას აჩვენებს. უსაფრთხო აქტივების ძიების ფონზე კი შტატების სახელმწიფო ობლიგაციების ფასები გაზრდილია და 10 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა ერთვიან მინიმუმზეა 4.31%-მდე დაცემული. შვეიცარიული ფრანკი 4.1%-ით გაიზარდა და 80 ცენტის ღირებულებას მიაღწია. იაპონური იენი 3.1%-ით 153.12 დონეზეა მომატებული. დოლარი უსაფრთხო თავშესაფრის როლს ასრულებდა, რომლის ინდექსიც 0.5%-ით 98.121-მდეა გაზრდილი. ევრო 4.1%-ით დოლარამდე და 15 ცენტამდე დაეცა, რითაც წინა დღის 9.1%-იანი ზრდა ნაწილობრივ დაკარგა. ეს 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მაქსიმალური ზედაზღვარი იყო. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.5%-ით, ანუ დოლარამდე და 35.100-მდეა შემცირებული, რაც დღის დასაწყისში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ დონეს $1.36 აღწევდა. კომპანია IG-ს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვიდრე ირანისგან პოტენციური პასუხი მოსალოდნელია, ბაზრის განწყობა უფრო გაუარესდება, რადგან ტრეიდერები შაბათ-კვირის წინ სარისკო პოზიციებს ხურავენ. ირანზე ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ ნავთობის და ოქროს ფასი მკვეთრად არის გაზრდილი. ნედლ ნავთობზე ფასი $4-ით 71 დოლარამდეა მომატებული. ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება $4.63-მდე ავიდა. WTI-ის ღირებულებას რაც შეეხება $3.6 ზრდა დააფიქსირა და ბარელის ღირებულება $72 მიდამოებშია. ტრეიდერები შიშობენ, რომ ნავთობით მდიდარ რეგიონში ისრაელ-ირანის დაპირისპირება მიწოდებაში შეფერხებას გამოიწვევს, რაც ნედლეულს გააძვირებს. ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე საერთაშორისო ბირჟებზე გაზრდილი არის ოქროს ღირებულებას და უნცია მეტალის ფასი $3,415 აღწევს, რაც ერთ კვირაში 3% და წლიურ ჭრილში 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელი
პირველია. ოქროს გაცვლილება პირდაპირ არის დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრ ზრდასთან. თავდასხმების შემდეგ ისრაელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შესაბამისად ასე რჩება პოზიციები. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე ტაუ-ჯორჯიას ინფორმაციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 რეისი და ბათუმის აეროპორტში 7 რეისია გაუქმებული. საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ავრცელებს ასევე რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც არსებული სიტუაცია არის რთულად შეფასებული და ის შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ამიტომ წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც არის აუცილებელი და რეკომენდებული სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. მათ შორის წითელი განგაშის სირენის ჩართვის შემდეგ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ უნდა მოძებნონ თავშესაფარი. უნდა იცოდნენ უახლესი თავშესაფრის და დაცული სივრცის არსებობის შესახებ. შენობაში ყოფნისას უნდა შევიდნენ სპეციალურ დაცულ სივრცეში ან თავშესაფარში და დაკეტონ კარფანჯრები. შენობის გარეთ ყოფნისას იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, მაშინ მოქალაქეები უნდა დაწვნენ და თავზე დაიფარონ ხელები. ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში უნდა გააჩერონ ის, გადმოვიდნენ ავტომობილიდან და უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში შევიდნენ. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, მაშინ გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები. წერია რეკომენდაციებში. დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება. სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში კი განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შესაძლებელი არის შენობის დატოვება. დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს, ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. წერია რეკომენდაციებში და საქართველოს საელჩო ასევე წერს, რომ ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისაგან. საქართველოს სამ ქვეყნებთან ეკონომიკურ კავშირებს რაც შეეხება, საქართველო ირანში 10-ჯერ მეტ პროდუქციას ყიდულობს, ვიდრე მაგალითად ისრაელში. ექსპორტის ნაწილში ისრაელის მაჩვენებელი ირანისას 5 მილიონი დოლარით აღემატება. უფრო კონკრეტულად, ამ წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ისრაელში ექსპორტზე 17 მილიონ 61,000 დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ირანში 11 მილიონ 787,000 დოლარის. იმპორტს რაც შეეხება, ამავე შუალედში ირანიდან ქვეყანაში შემოსული არის 83 მილიონ 291,000 დოლარის პროდუქცია. ისრაელიდან 8 მილიონ 822,000 დოლარის. ისრაელში საქართველო ყველაზე მეტს ყიდულობს ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, დაახლოებით 1,882,000 დოლარისას. ზედაპირულად აქტიურ ორგანულ ნივთიერებებს, სარეცხს და საწმენდ საშუალებებს 825,500 დოლარისას. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებები 629,000 დოლარის გვაქვს ნაყიდი. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი 504,300 დოლარის. ნაწილები განკუთვნილი ტელერადიო აპარატურისათვის 473,000 დოლარი შევიძინეთ. ექსპორტს და რეექსპორტის ჩათვლით მონაცემებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი რაოდენობით სასუქი, მინერალური ან ქიმიური და აზოტოვანი გვაქვს გატანილი 1,829,000 დოლარის, თხილი და სხვა კაკალი 1,653,000 დოლარის გავიტანეთ. ყავა, ჩაი ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები 1,65,000 დოლარის. გადამცემი რადიო, სატელეფონო რადიომაუწყებლობის და ტელევიზიისათვის საჭირო აპარატურა 898,000 დოლარის. ფეროშინადნობები გავყიდეთ 858,600 დოლარის. საქართველო ირანში 10-ჯერ მეტ პროდუქციას ყიდულობს, ვიდრე ისრაელში და ტოპ 5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ წელს ირანში იყიდა, იყო წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული შემდგომი გადამუშავების გარეშე. 8,267,000 იყო ეს შენაძენი. მოსაპირკეთებელი ფილები, კერამიკული მიუჭირქურებელი 7,468,000 დოლარის. პოლიმერები, ეთილინის და პირველადი ფორმებით 6,464,000 დოლარის. ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში 4,635,000 დოლარის. კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან 4,629,000 დოლარის შევიძინეთ. ტოპ 5 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ირანში გაიყიდა, ასე გამოიყურება. ხე-ტყის მასალა, გასწორდახერხელი ან დაპობილი სისქის 6 მმ-ზე მეტი 3,60,000 დოლარის, მანგანუმის ოქსიდები 2,580,000 დოლარის, თხილი და სხვა კაკალი 1,163,000 დოლარის, მისაფრმელები, ნახევრად მისაფრმელები და სხვა მათი ნაწილები 905,400 დოლარის. ხორცი, ცხვრის ან თხის ახალი გაცივებული ან გაყინული 729,200 დოლარის გავყიდეთ.
ამ წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით 9 მილიარდ 790 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. საქსტატის გამოქვეყნებული ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით ექსპორტი 14.6%-ით 2 მილიარდ 595 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტი კი 7 მილიარდ 195 მილიონ დოლარს აღწევს, რაც წლიურად 12.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მხოლოდ მაისის მონაცემებს რაც შეეხება, ექსპორტი 15.8%-ით 580 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მაისში იმპორტი წლიურად 5%-ით შემცირებას აჩვენებს მილიარდ 351 მილიონ დოლარამდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-მაისში 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ია. რა გავყიდეთ და ვიყიდეთ კონკრეტულად მაისში, დეტალური მონაცემები მომავალ კვირას გახდება ცნობილი. საქართველოს ბაზარზე ამერიკული ინფრასტრუქტურული კომპანია Icrow Bridge შემოვიდა. კომპანია სპეციალიზებული არის ასაწყობი ხიდების მშენებლობაში, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი არის მუდმივი დროებითი და საგანგებო მიზნებისთვის. კომპანიის წარდგენის ღონისძიება შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა უმასპინძლა და როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პარტნიორობა ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებს. საქართველოში ამერიკული კომპანიის პარტნიორი ქართული კომპანია Infra Construction იქნება. Icrow Bridge მონაწილეობდა ხიდების ინფრასტრუქტურის პროექტებში 150-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის აფრიკაში, აზიაში, ამერიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ძალიან გვიხარია, რომ ამერიკული კომპანია Icrow Bridge-სა და ქართული Infra Construction-ის პარტნიორობას აღვნიშნავთ, რომლის შედეგადაც საქართველოში ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიები და მომსახურება დაინერგება. Icrow Bridge აწარმოებს მოდელარულ ხიდებს, რომელიც კარგად მოერგება საქართველოს რელიეფს. მათ 10,000-ობით ასეთი ხიდი მსოფლიოს 150 ქვეყანაში დაამონტაჟეს. ჩემი კარიერის განმავლობაში 33 წელია, რაც ამერიკულ კომპანიებს ვუწევ პოპულარიზაციას და ერთი რამ, რაც ამერიკულ კომპანიებს ახასიათებთ, არის ის, რომ ისინი ხარისხიან მომსახურებას თავაზობენ. ასე რომ დარწმუნებული ვარ, ეს არის პარტნიორობა, რომელიც ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ დიდ ეკონომიკურ კავშირებს. Icrow Bridge ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს, აწყობს და აწვდის სხვადასხვა ბაზრებს ფოლადის ხიდებს. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ხიდები, რომელთა აწყობა შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად რამდენიმე დღეში. ამ ხიდების გამოყენება შეიძლება როგორც მუდმივად, ასევე დროებით. ვფიქრობთ, მსგავსი ინფრასტრუქტურა შესაფერისია საქართველოსთვის, სადაც სამწუხაროდ კლიმატის ცვლილება და წყალდიდობები გამოწვევა. ასეთი ასაწყობი ფოლადის ხიდები განსაკუთრებით შესაფერისია საგანგებო სიტუაციის მოგვარებისას. საქართველოში ჩვენი პარტნიორი Infra Construction იქნება, რომელიც დაგვეხმარება ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ინფრასტრუქტურის განთავსებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე საქართველოს ბაზრისთვის, რომ ესეთი გამოცდილი კომპანია მისი ესე იგი საპროექტო და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში იქნება ჩვენს ბაზარზე. ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავატარებთ ყველა იმ ტექნიკურ და ასე ვთქვათ, სამშენებლო სერვისებს, რასაც მოითხოვს Icrow ხიდების მშენებლობა და მისი იმპლემენტაცია, ასე ვთქვათ, საქართველოს ბაზარზე. ენგურჰესმა თაღოვანი კაშხლის, ტანის და ფუძის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის და მისასვლელი გზების დეფორმაციული პროცესების გეოდეზური კვლევების ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. 624,000 ლარიან ტენდერზე განცხადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით გეოდეზური კვლევები 2 ეტაპად ჩატარდება. სახელმწიფო კომპანია პრეტენდენტებისაგან ითხოვს, რომ ჰქონდეთ დიდ კაშხლებზე კვლევების ჩატარების არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. ამას გარდა, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხენად გაწევის უზრუნველსაყოფად კომპანიას უნდა ჰყავდეს მაღალ კვალიფიციური პერსონალი, რომელთაც გააჩნიათ მსხვილ ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე, დიდ კაშხლებზე ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის გამოცდილება. დაგეგმილი სამუშაოების შესრულებისთვის შერჩეულ კომპანიას 1-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღიანი ვადა მიეცემა. საქსტატის მონაცემებით გასულ წელს საქართველოში მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების დამთვალიერებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7.8%-ით შემცირდა. შემცირებულია თეატრების დამსწრეთა რაოდენობა. 2024 წლის შედეგებით 2023-თან შედარებით კლება 17.6%-ია.
საპენსიო ფონდი კომპანიებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მიუთითებს, რომ 2025 წლის 1 მაისიდან შესაბამისი დეკლარაციების წარუდგენლობის შემთხვევაში დამსაქმებლებს დაეკისრებათ ჯარიმები და საურავები, რომელთა თავიდან არიდებისთვისაც აუცილებელია, რომ კომპანიებმა სრულად მოახდინონ მათი თანამშრომლების საპენსიო სისტემაში დარეგისტრირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი Sea Express საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე პესტიციდების და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის საბუთების ონლაინ რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის საბუთების მიღება 17 ივნისიდან დაიწყება. გამოცდები 22 ივნისს ჩატარდება. ბიზნესი აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტზე დაწესებული ტარიფის გადახედვას ითხოვს. შესაბამისი შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შედგა. საუბარია აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტირებისათვის 2%-იან გადასახადზე, რომელსაც იმპორტიორები ჰონორარის სახით იმპორტიორების ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას უხდიან. ანუკა ჯოხაძე ესაუბრა ამ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათგან შესაბამისი მოთხოვნები მოისმინა. კერძო სექტორი აუდიო-ვიდეო ტექნიკის იმპორტზე დაწესებული გადასახადის დაკორექტირებას ითხოვს. საუბარია გადასახადზე, რომელსაც იმპორტიორები ჰონორარის სახით ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას გაყიდული ტექნიკით ავტორშემსრულებლების კონტენტის შესაძლო მოსმენისთვის უხდიან. ბიზნესის წარმომადგენლები პროცესში გამოწვევებზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ კორექტირებებია საჭირო. საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების შეფასებით, მთავარი პრობლემა გადასახადების ადმინისტრირებაა, რადგანაც კომპანიების ნაწილი გადასახადს არ იხდის და კანონმორჩილი ბიზნეს ოპერატორები არასამართლიან პირობებში არიან. რამდენად ხორციელდება ამ ტარიფის ყველას მიმართ გამოყენება, რამდენად კონტროლდება, რომ ყველა იხდის, ეს არის ის კითხვის ნიშნები, რომელზეც ცალსახად ესეთი ნათელი პასუხი არ არსებობს. ეს არის პრობლემა და რატოა პრობლემა? იმიტომ რომ თუ კომპანიების ნაწილი იხდის და კომპანიების ნაწილი არ იხდის, მაშინ ბუნებრივია კომპანიების ნაწილი არის არაკონკურენტულ გარემოში. ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაც ინთავითვე იყო, ასე ვთქვათ, შეპირებული, რომ ამ ტარიფის ადმინისტრების ნაწილში გადაიდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები, იქნებოდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, თუ იქნებოდა სხვა ინსტიტუციური რეფორმები, რათა იმპორტის მომენტში მოხდეს გადახდა, თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი მოგვარებული არ არის. გამოწვევებზე საუბრობენ ასოციაციის არაწევრი კომპანიებიც. UPS-ის ავტორიზებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, რომ გადასახადს იხდიან, თუმცა სამართლებრივი დავის დაწყებისთვის მოკვლევას აწარმოებენ. გიორგი ქოპილაშვილის თქმით, პრობლემა საგარანტიო მიზნით შემოტანილი პროდუქციის დაბეგრვაა. ანუ საქონელი, რომლის რეალიზება შესაძლოა საერთოდ არ მოხდეს, მაგრამ მაინც იბეგრება. ადმინისტრირების კუთხით საკმაოდ სერიოზული პრობლემებია. ჩვენ იმ კატეგორიას მივეკუთვნებით, რომლებიც ამ ეტაპზე ვიხდით ამ გადასახადს, მაგრამ ყოველი გადახდის დროს მიმოწერაში გვაქვს ასევე აღნიშნა გაკეთებული, რომ ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ეს გადასახადი არ უნდა ეხებოდეს არც ერთ შემთხვევაში საგარანტიო მიზნით შემოტანილ საქონელს, რომლის გამოყენებაც დიდი ალბათობით დიდ ნაწილად არც ხდება ინდივიდუალურად და როგორც შემოვიდა, ისევე ბრუნდება უკან გამომგზავნ ქვეყანაში. ვახორციელებთ მოკვლევას, გარკვეულ საკმაოდ ისეთი ვრცელი ინფორმაცია გვაქვს, როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში, ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის გადასახადების დაწესება და ამოღება. უკვე შემდეგ ეტაპებზე არ გამოვრიცხავთ, რომ რაღაცა დამოუკიდებელი დავის საგანი გახდეს ჩვენი მხრიდან. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მიმდინარე კვირაში პრობლემების გამოსასწორებლად შეხვედრა დააორგანიზა, სადაც გარდა გადასახადების ადმინისტრირების პროცესში არსებული გამოწვევებისა, განსახილველი ტარიფების სიდიდეც იყო. ასოციაციის წევრები ფიქრობენ, რომ დადგინილ გადასახადში DGG-ს კომპონენტის გამოყოფა უნდა მოხდეს, რადგანაც ამ გადასახადის გათვალისწინება ტარიფში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან თანხვედრაში არ არის.
როდესაც ეს ტარიფი დადგინდა, ტარიფის ოდენობა განისაზღვრა DRG-ს ჩათვლით. ანუ მაგალითად ეს 2% უნდა ყოფილიყო DRG-ს ჩათვლით. თუმცა უკვე შემდეგში, როგორც საკითხის დეტალური შესწავლის შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა, ეს ტარიფი არ ექვემდებარებოდა ამ ტარიფის გადახდა, არ ექვემდებარებოდა DRG-ი დაბეჭდას. ანუ კომპანია თუ გადაიხდიდა ამ ტარიფს DRG-ს ჩათვლით, ის ამ DRG-ს შემდეგ უკან ვეღარ დაიბრუნებდა. რაც ბუნებრივია, წარმოშობს იმის აუცილებლობას, რომ ტარიფიდან გაიმიჯნოს DRG და DRG-ის კომპონენტი დადგენილ ტარიფს გამოაკლდეს. იმიტომ თუ ტარიფი იყო DRG-ს ჩათვლით და აღმოჩნდა, რომ DRG არ გადაიხდებინება და თუ გადავიხდი ვეღარ დავიბრუნებ ამ DRG-ს, ბუნებრივია, ტარიფი უნდა დაკორექტდეს ამ ნაწილში. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია 2023 წლიდან საავტორო უფლებების ერთადერთი აკრედიტირებული ორგანიზაცია. საკპატენტისგან ექსკლუზიური სერვისის უფლების მქონე ასოციაციაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად 2%-იანი მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ქართველ ავტორებს თვეში დამატებით 250-280 ლარიან შემოსავალს უზრუნველყოფს. ტექნიკის იმპორტიორებისთვის 2%-მდე გადასახადის ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბერს ბიზნესმა გაასაჩივრა. საკითხზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. მოდავე მხარე კი მედიასთან თემაზე ჯერ ისევ არ საუბრობს. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელმაც ჯანდაცვის დანახარჯებში ჯიბიდან გადახდები უნდა შეამციროს, ეგრეთ წოდებული დაშენებული სადაზღვევო პაკეტებია. ეს დაზღვევის კავშირში განაცხადეს და კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სექტორის წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების აღდგენის საკითხი არაერთხელ დააყენეს. კავშირში მიაჩნიათ, რომ მოქალაქეებს, რომლებიც კერძო დაზღვევას შეიძენენ, ასევე უნდა ჰქონდეთ საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისით ისარგებლონ. ნიკოლაძის თქმით, ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების აღდგენა მოსახლეობას როგორც მაღალ ტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე, ასევე მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯებს შეუმცირებს. ის 2017 წლის რეფორმა, რომელიც კატეგორიზაციას შეეხებოდა საყოველთაო ჯანდაცვის და იმ დროისთვის თუნდაც სწორა იყო და მან შეაკავა გარკვეული ზედმეტი ხარჯები, არასწორი ხარჯები, არასამართლი ხარჯები, რომელზედაც ოპონენტები მას იმსჯელობდნენ. ეხლა შესაძლებელია გადახედილი იქნას იმგვარად, რომ ფოსაც არ მოუწიოს, ასე ვთქვათ, ხარჯების აღება, მაგრამ ძელვადიანად კერძო ჩართულობით, ესე ვთქვათ, ნიველირდეს ის ზედმეტი ხარჯები, რომელიც წამლებისა და მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევების ნაწილში ასე აკლია დღევანდელ ქართულ მედიცინას. და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტურად იქნეს როგორც შემაკავებელი და ხარჯეფექტური გამოყენების პირველი ინსტრუმენტი. დაზღვევის კავშირში წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების 9-15%-ის ფარგლებში გაძვირებას ელოდებიან. გაერთიანების გენერალური მდივანი ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ სამედიცინო დაზღვევის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის არის ინფლაცია, სამედიცინო სერვისებს და მედიკამენტების ფასების ზრდა. კავშირში აღნიშნავენ, რომ მეორე კომპონენტი თავად მოსახლეობის მხრიდან დაზღვევის სერვისების გამოყენების ზრდა. საქსტატის მონაცემებით მაისში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი წლიურად საშუალოდ თითქმის 9%-ით იყო გაძვირებული. ვფიქრობ, რომ მომხმარებელისთვის ერთეული ფასის გაძვირება 9% ალბათ ყველაზე მინიმუმი იქნება წელს, რაც გაძვირდება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ კერძო დაზღვევის დიზაინი იმ საუკეთესო თვისებებით, რომელიც მომხმარებელს უნდა, ანუ მათი სურვილების გათვალისწინებითაც იცვლება და ყველაფერი ინფლაციური ფასთა გამო არ არის. არის იმ სურვილების მატების გამო, რომელიც ასე ვთქვათ, ეშში შეხვსესულმა ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან სწორად მუდმივად ამატებს და ამატებს ახალ სერვისებს, ამატებს ლიმიტებს და ამის გამოც გვირდება კერძო დაზღვევა. ანუ აქ არის ორი მდგენელი. ერთი არის სურვილებისა და მოთხოვნების მდგენელი და მეორე ინფლაციური მდგენელი. ჩემი ვარაუდით ეს 9-15%-ის ფარგლებში იქნება მიმდინარე წლის განმავლობაში. საქართველოში ნავთობსა და გაზთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ძებნაძიების ოპერაციები შესაძლებელი გახდება. შესაბამის ცვლილებებს ნავთობის და გაზის შესახებ კანონში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად ბუნებრივი წყალბადის ძებნაძიებისა და მოპოვების ოპერაციებს არა მხოლოდ ინვესტორები, არამედ თავისუფალ სალიცენზიო არეალებზე სახელმწიფო კომპანიები განახორციელებს. ბუნებრივი წყალბადის რა რესურსი აქვს ქვეყანაში? საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლიცენზიატების მხრიდან არსებობს თუ არა ამ მიმართულებით ინტერესი? და ტექნოლოგიურად რამდენად მზად არიან კომპანიები და სახელმწიფო წყალბადის მოპოვებისთვის. ელინე გოგბერაშვილმა მოისმინა ამ თემაზე შეფასებები.
ქართული ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ნავთობსა და გაზთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიების ოპერაციების განხორციელებაც შესაძლებელი გახდება. ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილებით ინვესტორს შესაძლებლობა ექნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოქმედების ფარგლებში განახორციელოს არა მარტო ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები, აგრეთვე მას დამატებით მიეცემა უფლება ბუნებრივი წყალბადიც მოიპოვოს. ვინაიდან მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის მიმართ არ მოქმედებს ნავთობისა და გაზის სახელმწიფოსთან განაწილების ანალოგიური სქემა, მოპოვებული ბუნებრივი წყალბადი სრულად გადაეცემა ინვესტორს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ნავთობის ეროვნული კომპანიის სახით ასევე ექნება შესაძლებლობა აწარმოოს ნავთობისა და გაზთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები თავისუფალ სალიცენზიო არეალებში. კანონპროექტის ავტორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნას იმ არგუმენტით ხსნიან, რომ მაშინ როცა ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი აქტუალურია მსოფლიოში, საქართველოში ამ ეტაპზე ამ საქმიანობის განხორციელება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო შეუძლებელია. ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში კვლევა-ძიების სამუშაოები იქნება ჩასატარებელი იმის დასადგენად, რა მოცულობის წყალბადის რესურსი შეიძლება არსებობდეს საქართველოში. ასეთის შემთხვევაში კი როგორც კომპანიებს, ისე სახელმწიფოს სერიოზული ინვესტიციების განხორციელება დასჭირდება. პირველ რიგში უნდა მოხდეს კვლევა, რომ ზუსტად მოხდეს დადგენა იმისი რა მოცულობებია. კვლევის შედეგად კვლევის შემდეგ უკვე უნდა მოხდეს რა თქმა უნდა მობილიზება ტექნოლოგიის და ინვესტიციის, რომ მოხდეს მისი ამოღება. დიდ კომპანიებს, როგორც ეგრეთ მულტინაციონალურ კომპანიებს აქვთ ხოლმე თავიანთი ტექნოლოგიები, რომლითაც ამას მოიპოვენ. მე არ ვიცი საქართველოს ესეთი კომპანია ჯერჯერობით არ მუშაობს. ალბათ თუ იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება პირველ რიგში რომ საქართველოს შესაბამისობები არსებობს, უნდა დააინტერესოს სახელმწიფომ ესეთი ტიპის კომპანიები, რომელსაც შესაბამისი ტექნოლოგია და ინვესტიცია და გამოცდილება აქვთ მსგავსი სამუშაოების, რომ მოახდინონ მათი მოპოვება. თუმცა ამას დიდი დრო დაჭირდება, ეს არ არის ხვალდაზე არ მოხდება, მაგრამ თუ არსებობს მართლა და დაიწყება რაღაც დროის შემდეგ ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია რაღაცა იმის სერიოზული ესეთი მარაგები არსებობს. ეს არის შავი ზღვის ირგვლივ წითელი წერტილებით რაც არის აღნიშნული გაზის შემოდინების ადგილები. აქ ეხლა საბადოებია და შესაბამისად მოპოვება მიმდინარეობს. საქართველოში აგერ აღმოჩენილი და ფიქსირებულია ეს წერტილები, რომელიც ბატონი შოთა მესტურიშვილისა და ექსპედიციის მიერ იყო აღმოჩენილი. როგორც გავარკვიეთ, შავი ზღვის შელფზე გარკვეულ არეალში 400-ზე მეტი თავისუფალი გაზის მოდინების წერტილია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე აღმოჩენილია წყალბადი. შესაბამისი მოკვლევა ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა 90-იან წლებში ჩაატარა. გაზის მიმართულების კვლევითი ჯგუფის ასისტენტ პროფესორი გვიხსნის, რომ გარემოზე ასე თავისუფლად გაბნეული ნედლეული გაცილებით ცუდ გავლენას ახდენს, ვიდრე ის შეგროვებული იქნას და წვის შედეგად იქნას გაზის რესურსად გამოყენებული. ამ ჯგუფს შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტაც აქვს, თუ როგორ შეიძლება გაბნეული გაზის შეკრება და მისი გაზგასამართ სადგურებში ჩატვირთვა მისი შემდგომი რეალიზაციისთვის. თუმცა დღემდე აღნიშნული წერტილები ისევ თავისუფალია და იქ კვლევა-ძიების სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. მდინარე სუფსიდან სარფის საზღვრამდე გამოკვლეულია ტერიტორია უახლოესი 20 კილომეტრის რადიუსში, სადაც აღმოჩენილია 409 თავისუფალი გაზის მოდინების წერტილი. ამ გაზის ანალიზების შესაბამისად შემადგენლობაში 12% თითქმის წყალბადია თავისუფალი სახით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. თუმცა წყალბადის თემა არის ეკოლოგების მიერ წამოწეული თემა, რადგან საწვავი გამოყოფს ძლიერ სათბურ აირებს, CO-ს და CO2-ის სახით, როგორც წვის პროდუქტები, ხოლო წყალბადის წვის შემთხვევაში გამოიყოფა წყალი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა. წყალბადი გამოიყენება როგორც ენერგია, რომლისგანაც შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოება, ან მისი როგორც აირად გამოყენება, როგორც ტრანსპორტში, ისე საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება მნიშვნელოვანი ცვლილებებია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ამუშავებს მწვანე წყალბადის სტრატეგიას. ჩვენი სტრატეგია გვეუბნება იმას, რომ 2024-2030 წლებში უნდა მოხდეს მაქსიმალური აქცენტი გაკეთდეს საპილოტო პროექტებზე წყალბადის მიმართულებით. ამის შემდეგ 2030-2050 პერიოდში ბაზრის მასშტაბის შესწავლაზე, არამხოლოდ შესწავლაზე, არამედ გაზრდაზე ვიმუშაოთ და საბოლოო ჯამში 2050 წლისთვის სრული მასშტაბით უნდა ვისაუბროთ წყალბადის გამოყენებაზე. მაგრამ მანამ სანამ წყალბადის რეალურ პოტენციალზე მithores მისი ბუნებრივი სახით ესე იგი დამუშავებაზე ვიფიქრებდეთ, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ვიფიქროთ განხილვადი ენერგიის
პოტენციალის სრულად რეალიზებას ინტერესებს. ერთი შეხედვით მხოლოდ შავი ზღვის შელფზე შესაძლოა გაზის და ბუნებრივი წყალბადის საკმაოდ დიდი რესურსი არსებობდეს, რის დადასტურებასაც ბუნებრივია სოლიდური ინვესტიციები დასჭირდება. ნახოთ, რამდენად შეუწყობს ხელს ლიცენზიანტების და ახალი ინვესტორების დაინტერესებას ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ოცნების პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის განცხადებით ეს ცვლილებები მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსობრივი კონტროლის შემზღვა უფლებამოსილებას ანიჭებს და შეუძლებელს ხდის ამ ორგანიზაციებმა საქმიანობა გააგრძელონ. ცენტრში აღნიშნავენ, რომ 12 ივნისს პარლამენტის მიერ კანონში შესული ცვლილებებით კიდევ უფრო მკაცრად შეიზღუდა უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობები ადგილობრივი გაერთიანებებისათვის. ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად საქართველოში გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის ან მის მიერ გასაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. რეგულაციის დარღვევა კი გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც გრანტის გამცემის, ისე მიმღების მიმართ. გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი გაერთიანების საქმიანობის გაგრძელებას, როგორც უცხოური გრანტების გამცემის სუბიექტებისთვის, ისე გრანტის მიმღები ადგილობრივი ორგანიზაციებისთვისაც. საქართველოში, სადაც ეკონომიკა სუსტია და ღარიბი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პარტიული და ეკონომიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი წყარო იყო და რჩება. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მუშაობის მთელი რიგი სფეროები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, კულტურა, სწორედ იგივე დონორი ორგანიზაციების მიერ იყო ფინანსურად და ტექნიკურად მხარდაჭერილი, შესაბამისად ადგილობრივი გაერთიანებებისთვის. დაფინანსების პროცედურების მთავრობის შიშველ პოლიტიკურ ნებაზე დაქვემდებარება ამ ორგანიზაციების ეკონომიკური განადგურების მიზანს ატარებს. ინიცირებული ცვლილებები აშკარად არაყოფს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას, რადგან შეუზღუდავ ბარიერებსა და კონტროლს გაერთიანებების დაფინანსებისა და ფუნქციონირების ფუნდამენტურ პირობებზე. საქართველოს მთავრობა მოქმედებს როგორც ხუნტა ნებისმიერ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში. ისინი დავიდნენ არაღიარებული მთავრობის დონემდე. ასეთი არის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის რობერტ ამსტერდამის შეფასება საქართველოში მის ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ამსტერდამი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მთავრობა მაფიის მსგავსად კრიმინალურად მოქმედებს და მათ ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი სარგებლისათვის დაეჩაგრათ ადამიანი. რობერტ ამსტერდამი ირწმუნება, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალდებები ყალბიდან სრულად აბსურდულია. სუსის ინფორმაციით გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს წითელი ხიდის და სადახლოს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ არის დაკავებული. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ის 24 მაისს ერთ-ერთი ქვეყნიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალახვეული ატარეს და შემდეგ გადაწებული Georgian Airways-ის ბორტით ჩამოიყვანეს. ამ ბორტზე მისივე ინფორმაციით იმყოფებოდა სუსის უფროსი ანდრე ოხანაშვილი. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ბაჩიაშვილის ვერსიას უარყოფენ და ამბობენ, რომ ოპერაცია წარმატებით და სათანადოდ ჩატარდა. პრემიერი აღნიშნავს, რომ თუ ეს მართლაც ისე მოხდა, როგორც ბაჩიაშვილი ყვება, არა მარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს. კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ დაარწმუნდეთ. გიორგი ბაჩიაშვილი მოიტაცეს. რაც საქართველოს ჩაიდინა, ამ საქმეში ამას ჰქვია კრიმინალი. საქართველოს მთავრობა მოქმედებს როგორც ხუნტა ნებისმიერ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში. ისინი დავიდნენ არაღიარებული მთავრობის დონემდე, რომელიც სამხედრო ძალას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. მათ სჭირდებათ ხალხის მოტაცება იმიტომ, რომ მათ სასამართლოებს არ აქვთ ლეგიტიმაცია. მათი მოსამართლეები სანქცირებულნი არიან. მსოფლიოს ესმის, რომ ეს კრიმინალური ოპერაციაა. ბატონი ივანიშვილი და ყველა მისი ქვეშემდომი წარედინანებს იმას, რაც ჩაიდინეს. ბატონი ბაჩიაშვილი პოლიტპატიმარია. მას ბრალი არაფერში მიუძღვის. საქართველოში სასამართლო შოუს დგამს. მე არ ვაპირებ მათი გადაწყვეტილებების განხილვას და ამით მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. ეს ბანკროტი სისტემაა, მორალურად გახრწნილი. მის მიმართ ბრალდებები ყალბი და სრულად აბსურდულია. ეს ყველაფერი დადის იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს გიორგი ბაჩიაშვილს ფული მოპაროს. აი, ამდენად მარტივია ყველაფერი. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე იანვარ-მაისში შესრულებული ვიზიტების თითქმის მეოთხედი პრომეთეს მღვიმეზე მოდის. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, 5 თვის მონაცემებით მღვიმე 47307 ვიზიტორმა მოინახულა, რაც დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ია.
მთავრობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შემუშავებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულას GPA-ს და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად განსაზღვრავს. სამეგრელო ზემოსვანეთის 3 მუნიციპალიტეტში 12 პროექტი განხორციელდება, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამურად 13,278,057 ლარით დაფინანსდება. მეფუტკრეთა გაერთიანების მოლოდინია, რომ დაავადება ტოპი ლელაფსი მთელ ქვეყანაში მაინც გავრცელდება და ფუტკრის მფლობელებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს. 2024 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 2.5% პუნქტით 13.9%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 1.5% პუნქტით არის გაზრდილი და 55%-ს უტოლდება. დასაქმების დონე კი 2.6% პუნქტით მატებას აჩვენებს და 47.1%-ია. შემცირების მიუხედავად რჩება თუ არა უმუშევრობა ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და სხვა გამოწვევების იდენტიფიცირებისათვის საქართველოს შრომის ბაზრის და მისი განვითარების დინამიკას გადავხედეთ, რომლის შესახებაც დეტალურ ანალიზს სფეროს სპეციალისტებთან ერთად ერთ სიუჟეტში მოვუყარეთ თავი. საქართველოს შრომის ბაზარი არაერთი გამოწვევისა და გარდაქმნის წინაშე დგას. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად დასაქმების სურათი ცვალებადია და რიცხვებით გამყარებული არასტაბილურობა მნიშვნელოვან სტრუქტურულ პრობლემებზეც მიუთითებს. შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისას ეკონომისტები ქვეყანაში კვლავ უმუშევრობის არსებულ მაღალ მაჩვენებელს გამოყოფენ. მართალია ამ უკანასკნელის დონე წლიურად 2.5%-ით შემცირდა და 13.9%-ი შეადგინა, თუმცა მიუხედავად ამისა, სფეროს სპეციალისტები ხაზს უსვამენ იმ მოცემულობას, რომლის მიხედვით საქართველოს უმუშევრობის დონით მსოფლიოს ქვეყნებს შორის კვლავ მოწინავე პოზიციაზეა. სამუშაო ძალაში ჩართულობა მაინც დაბალ დონეზე ნარჩუნდება, განსაკუთრებით ეს ქალებში არის დაბალი და ფაქტობრივად შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ თუ მომდევნო პერიოდებში გააქტიურებული იქნება ქალების მონაწილეობის დონე, ეს დაეხმარება იმას, რომ უმუშევრობის დონე იქნება შემცირებული და ის გამოწვევები, რაც არსებობს მიკრო და მაკრო დონეზე, ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად გადაჭრილი. ასევე არის სხვა მიზეზები, შეიძლება აქ დავასახელოთ ის, რომ მაგალითად, როდესაც 3-4 სულიან ან უფრო მეტი ოჯახიდან წასული არის ერთი ემიგრანტი, შემდგომ ნაკლები სურვილი აქვს დარჩენილ წევრებს სამუშაო ძალაში ჩართულობის, ეს გარკვეულ პრობლემებს მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, დამსაქმებლები ხშირად უჩევიან კვალიფიციური კადრების ნაკლებობას და ამ პრობლემას შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს შორის წამყვან პოზიციაზე მოიაზრებენ. განზოგადებულ სურათში ამ მოცემულობას სამუშაო ძალის მოთხოვნა მიწოდებას შორის არსებულ სტრუქტურულ და ხარისხობრივ დისბალანსთან მივყავართ. თუ გარკვეულ სპეციალობებზე გადაჭარბებული მოთხოვნა ზოგიერთი სპეციალობა საერთოდ უგულებელყოფილია, რაც შემდგომ თავისთავად შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტს განაპირობებს. ტექნოლოგიების კვალიფიკაციის მქონე კადრები ძალიან ცოტაა ბაზარზე და შესაბამისად ამ კადრების გადმობირება, შემდგომ შენარჩუნება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ შემოდის ძალიან ბევრი უცხოური კომპანია, რომელთა სამუშაო პირობები იმ თვალსაზრისით არის ასე ვთქვათ, ჰიბრიდულიც არ არის, თავიდან ბოლომდე არის დისტანციური, შესაბამისად თან ურჩევნიათ განსაკუთრებით ახალი თაობის წარმომადგენლებს, რომ სახლიდან იმუშაონ. ბოლო პერიოდში ძალიან გვიჭირს შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების მოძიება, რომელიც განსაკუთრებით გამოცდილია და აქვს ცოდნა კვალიფიკაცია ავტოინდუსტრიაში, იმიტომ რომ ასეთი კადრები სამწუხაროდ ალბათ სავარაუდოდ ჩემი აზრით და გადიან შრომითი ბაზრიდან, სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებიან. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო საინჟინრო მიმართულება, რადგან მოგეხსენებათ ბაზარზე მოთხოვნა დიდია როგორც თბილისში, ასევე აჭარაში.
ხვდებით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც კომერციული, ასევე ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინები, ამ ყველაფერს ჭირდება გამოცდილი ინჟინრები, რის ნაკლებობასაც დღეს ბაზარზე ხვდებით. ზოგადად საქართველოს ბაზარზე არ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებში, თანამედროვე სამშენებლო მასალებში ერკვევა და ასევე შრომითი მიგრაცია დიდია, ბევრი ადამიანი წასულია საქართველოდან ამ სფეროებიდან და სხვა ქვეყნებში მუშაობს, ძირითადად ცენტრალური ევროპის, ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხვდებით ქართველებს, ვინც სამშენებლო ინდუსტრიაში არიან იქ ჩართულები, შესაბამისად დღეს ბაზარზე დეფიციტი კიდევ არის. ბოლო პერიოდში აშკარაა, რომ კადრების მოსაზიდად დამსაქმებლებს დასაქმებულებისთვის სულ უფრო მეტი სარგებლის შეთავაზება უწევთ. მათ შორისაა გაზრდილი ხელფასები, ტრენინგები, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სულ უფრო მეტ კომპანიას სამსახურში არაკვალიფიციური კადრები ახყავს და შემდგომ მათ გადამზადებას თავადვე უზრუნველყოფს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას, ბიზნესი ადამიანური კაპიტალის დანაკლისის ანაზღაურებისა და პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად სხვა ქვეყნებიდან მუშახელის შემოყვანას მოიაზრებს. ჩვენ გვყავს იაპონელი თანამშრომელი, ჩვენ გვყავს უკრაინელი თანამშრომელი და ჩვენ აქტიურად მუშაობთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან, რომ იქიდანაც მოვიზიდოთ თანამშრომლები და ასევე ისინი, ვინც დაატრენინგებენ ჩვენს თანამშრომლებს. ამიტომ დიახ, საქართველოს ბაზარი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ აი ამ ინჟინრებზე მოთხოვნა და ვეძებთ ქვეყნის გარეთაც. რომ დავასაქმოთ და ვიპოვოთ ადგილობრივი კადრები, მაგრამ რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ასევე გაფორმებული სხვა ტიპის ხელშეკრულებები, უფრო სერვის ხელშეკრულებები, სადაც გვემსახურებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს პრაქტიკა ჩვენც დავნერგეთ უკვე, იმიტომ რომ არის ესეთი პროფესიები, რომლებიც რეალურად მართლა საქართველოში მისი მოძიება ძალიან რთულია. ახალ ვითარდება, მაგალითად სამშენებლო მასალების მერჩენდაიზინგის მიმართულებით გვყავს უცხოელი, ასევე ჩვენ მუშაობთ ახლო აღმოსავლეთის ბაზარს და გაყიდვების მიმართულებითაც გვყავს უცხოელი თანამშრომლები. შესაბამისად, ჩვენ ამ დეფიციტს უცხოელი თანამშრომლებითაც ვცდილობთ ხოლმე, როდესაც საქმე ეხება ისეთ პროფესიებს, რომელსაც საქართველოში ვერ პოულობთ. სამუშაო ძალის მიღმა შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების კვლევა ძიებას შრომით ხელშეკრულებამდე მივყავართ. ამ მხრივ კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მათი არარსებობა ან ფორმალურობის ნაკლებობა, რაც განსაკუთრებით ხშირია არაოფიციალურ სექტორში. ამასთან ერთვის დროებითი კონტრაქტების ბოროტად გამოყენება დამსაქმებლების მიერ, რაც უზრუნველყოფის გარეშე ტოვებს დასაქმებულებს. გამოწვევა ასევე ცნობიერების დონეც. დასაქმებულის მიერ კონტრაქტის საფუძვლიანად არ გაცნობა და გაუაზრებლობა, როგორც მასში ასახული დებულებების, ისე მისი გაწყვეტით მომდინარე შესაძლო რისკის. ის მოუწოდებ და ჩვენი რეკომენდაციაც ეს არის, რომ აუცილებლად შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე ან დაწყების ეტაპზე ეს ყველაფერი მოაწესრიგონ შრომითი ურთიერთობა დეტალურად ყველა პირობაშია თანხმოწერილობითი სახით და მოაწესრიგონ შრომითი ურთიერთობის ეს და პოლიტიკის დოკუმენტები წერილობითი სახით. ამის არარსებობა სწორედ წარმოშობს შემდგომ მხარეთა შორის უთანხმოებას მორალის შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ დასაქმებული იწყებს ხელშეკრულებით და სამუშაოზე აღდგენის და დავას და ბუნებრივია ყველა სხვა მოთხოვნა, მათ შორის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოუყენება ჩვეულებასთან დაკავშირებით, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, აი ამ დროს იჩენს ხოლმე თავს. საერთო ჯამში ყველა ამ გამოწვევის ერთობლიობით იკვეთება სურათი, რომ საქართველოს შრომის ბაზარი სახელმწიფო და კერძო სექტორის კორელაციით მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს, მათ შორის განათლების სისტემის რეფორმირება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, პროფესიული გადამზადების პროგრამების გაფართოება, ახალგაზრდებისთვის დასაქმების მოქნილი მოდელების ხელშეწყობა და ცხადია, რეგიონული ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება. სპეციალისტების შეფასებით, მხოლოდ ამ გზით გახდება შესაძლებელი დასაქმების ხარისხისა და მასშტაბის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო და პროექტი ამ ეტაპისათვის ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარების მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 12 მილიონი ევროა. დასრულების ვადა 18 თვე არის განსაზღვრული. 5000 მეტრ კუბით ევადობის სამარაგე რეზერვუარი გააუმჯობესებს ქალაქის ცენტრალური ნაწილის და შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებას. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება წყალარინების A სატუმბის სადგურის მშენებლობა. ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW-ს მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული არის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პესტიციდების და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზეა დაწყებული და მისი მიზანია ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. სააგენტოში დაფიქსირებულ წერილში აღნიშნულია, რომ დღეისთვის ქვეყანაში რეგისტრირებული არის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი, რომელთა იმპორტს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია ახორციელებს. მიმართვაში მითითებულია, რომ ფერმერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბაზარზე შეთანხმებული ქმედება ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ჰქონდეს ადგილი, რაც საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომობის კუთხით მოსავლის სარეალიზაციო ფასზე აისახება. საქართველოში მოცვის ბაღები 2700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. ეს ინფორმაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა და მიუთითა, რომ გასულ წელს ქვეყნიდან ექსპორტირებულია 28 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 5000 ტონა ლურჯი მოცვი, რაც 33%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. სამინისტროს ინფორმაციით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაღდადში, სოფელ ბარციხეში შეპსი აგროლენის მოცვის ბაღი გადამუშავებელი და შემნახველი საწარმო დაათვალიერა. ადგილზე გავეცანით იმერეთში მოცვის ბაღებში თუ რა მდგომარეობა არის და როგორ მიმდინარეობს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველწლიურად მოცვის ბაღები იზრდება და ციფრებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით 30% გაზრდილი არის ლევანდელ წელს. მოცვის მოსავალი ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქცია არის, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ თხილი და სხვა კულტურებთან ერთად მოცვის ბაღებიც იყოს მხარდაჭერილი, ადგილზე გავეცანით ფერმერებთან ერთად. თუ რა საჭიროებები არსებობს, რა სჭირდებათ მხარდაჭერა სამინისტროს მხრიდან, ჩვენი სხვადასხვა პროგრამებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს დარგი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სექტორი. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმელი საღამო გეულდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობენ. ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით BMTV-ის ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.